2011 წლის 1 აპრილს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის არსებითი განხილვისთვის მას არ გააჩნია შესაბამისი იურისდიქცია. საქმე ჩავარდა, თუმცა ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ეს ჩავარდნა დროებითია. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სარჩელი ჩავარდა დროებით საქართველოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილი განაცხადი უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ქართველების უფლებების დარღვევას ეთნიკური ნიშნით, რაც გამოიხატა 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნებისათვის ხელის შეშლაში. დაბრუნებული ეთნიკური ქართველებისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობასა და 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ქართველების მასობრივ გამოდევნაში, რასაც თან ახლდა სოფლების განადგურება ეთნიკური ქართველების დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულის დამტკიცება გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ქართული მხარის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა. ამ მოთხოვნით განაცხადა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ქართულმა მხარემ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თითქმის 3 წლის თავზე კი სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის არსებითი განხილვისთვის მას შესაბამისი იურისდიქცია არ გააჩნია. სასამართლოს არგუმენტს კი წარმოადგენდა ის პროცედურული დარღვევები, რომელიც უნდა გაევლო საქმის არსებით განხილვამდე ქართულ მხარეს. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის 22 მუხლი ადგენს. მონაწილე ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის გამოყენების ან განმარტების დროს წამოჭრილი ნებისმიერი დავა, რომელიც არ წყდება მოლაპარაკებების ან კონვენციაში სპეციალურად გათვალისწინებული პროცედურების გზით, რომელიმე ნებისმიერი მოდავე მხარის მოთხოვნით გადაეცემა გადასაწყვეტად საერთაშორისო სასამართლოს, თუკი მხარეები არ შეთანხმდებიან დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებზე. ქართული მხარის განცხადებით პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ჩვენი პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა სასამართლოში არსებულ პრეცედენტებს სარჩელის შეტანამდე, არის, რომ საქართველოს მცდელობები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა რუსეთთან, იყო უნაყოფო, იმიტომ რომ რუსეთის დამოკიდებულება იყო ცალსახა. განსხვავებული მოსაზრებები პრესის საშუალებით 1 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე გამოითქვა, თუმცა სიუჟეტის მომზადების პროცესში ექსპერტთა ნაწილმა უარი თქვა კომენტარზე. ნაწილი კი საქმეს კვლავ არ იყო გაცნობილი. ამდენად საერთაშორისო სამართლის იურისტები, რომელთა მოსაზრებებსაც ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა თემის აქტუალობიდან და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, ასევე ამ საკითხზე საპირისპირო პოზიციების დეფიციტის პირობებში ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ურიგო არ იქნება ამ კომენტარების მოსმენა. შესაბამისად, თია წოლუკიანი ერთ-ერთია რესპონდენტებს შორის, რომელიც ბურჯალიანის განცხადებას პროცედურული ნორმების დარღვევის შესახებ ასე პასუხობს. ამ კონვენციის 22 მუხლის თანახმად, სანამ უჩივლებ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში რომელიმე სახელმწიფოს მოპასუხის მოსარჩელის მოვალეობა მოპასუხეს შესთავაზოს მოცემულ თემაზე მოლაპარაკება. ეს არის პირველი შესაძლებლობა პროცედურული და თუ ეს შეუძლებელი ან ვერ გააკეთება ან არ ჩათვლი საჭიროდ, არის მეორე გზაც, უნდა მიმართოს საერთაშორისო კომიტეტს დისკრიმინაციის აღმოფხვის შესახებ, რომელსაც არსებს იგივე ეს კონვენცია. ჩვენ სახელმწიფოს არც ეს არ გაუკეთებია, როგორც აღნიშნე, მათი ჩქარეს და ეს სისწრაფე დარბაზიანებელი აღმოჩნდა ამ სარჩელის ბედისთვის. პროცედურული ნორმების დარღვევაზე საუბრობს თინა ხედაშელი რესპუბლიკური პარტიიდან. სრულიად ნათელი იყო 2008 წლის სექტემბერში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროცედურების დარღვევით შეიტანა საქმე სასამართლოში, ამას არ ჭირდება დიდი აკადემიკოსობა და პროფესორობა, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსამდე თუ ხარ მისული, ეს უკვე იცი. ანუ კონვენცია წაკითხული გაქვს და იცი პროცედურა რა უნდა გაიარო, იმისათვის რომ შენ საქმეს პერსპექტივა გქონდეს სასამართლოში. ეს რა თქმა უნდა დაარღვია ქართულმა მხარემ, ჩემი აზრით სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად, იმიტომ რომ მათი ამოცანა იყო აი რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრად იმაზე, როგორი გამბედავები არიან, რომ რუსეთს უჩივლეს საერთაშორისო სასამართლოში, რომ რეალურად უნდათ რომ რუსეთი ნახონ დასჯილი, სინამდვილეში მათ ეს არ უნდათ. სინამდვილეში მათ უნდათ პიარი
ფაქტია, რომ სასამართლოს ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მან საქმის არსებით განხილვაზე უარი თქვა, სწორედ პროცედურული ნორმების არ დაცვა. მაგრამ რუსეთის ფედერაციასთან რეალურ საბრძოლო თუ საერთაშორისო არენაზე დაპირისპირების არც თუ სახარბიელო გამოცდილება გვაძლევს საფუძველს დავსვათ შემდეგი შეკითხვა. საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობდა თუ არა რაიმე სხვა გარემოება, რომელმაც განაპირობა მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ შეთქმულების თეორიების არ სჯერა, მაგრამ იქვე მიანიშნა, რომ მიზნის მიღწევის რუსულ მეთოდოლოგიებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ადგილი ნამდვილად ჰქონდა. რუსეთი ყველა მეთოდს იყენებდა იმისთვის, რომ სასამართლოს არ მიეღო საქმე განსახილველად საერთოდ, მათ შორის სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ თუ სასამართლო ამ საქმეს მიიღებს, ის საერთოდ დატოვებს ყველა ხელშეკრულებას და საერთოდ გამორიცხავს მის მონაწილეობას საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმებში. იგივე გააკეთა გასულ წელს შემოდგომაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა, როდესაც სასამართლოს პრეზიდენტი წარადგენდა თავის ყოველწლიურ მოხსენებას. ამიტომ რუსული მეთოდოლოგია ამ ბრძოლაში ძალიან ცალსახა იყო და ეს ყველამ დავინა. არც ერთი საერთაშორისო სასამართლო, მათ შორისაც სტრასბურგი, რაც ჰააგა, არ გახლავთ პოლიტიზირებული ორგანო. იქ გადაწყვეტილებებს იღებენ იმ მტკიცებულებების საფუძველზე და იმ დავის ფარგლებში, რომელსაც მხარეები წარმოადგენენ ამა თუ იმ სასამართლოს. ამიტომ სპეკულაცია იმაზე, რომ იმიტომ დავმარცხდი, რომ იქ პოლიტიზირებული იყო ვინმე ან რამე, არის უპასუხისმგებლო განცხადება. თვითონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა არაკომპეტენტური და სუსტი პოზიცია, რამაც ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ დააზარალა და დაამარცხა ამ საქმეში. არავითარ დიპლომატიურ გადაწყვეტილებასთან, რუსეთისათვის რაიმე კოჭის გაგორებასთან, რაც ასევე ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა, არა გვაქვს ჩვენ საქმე. შენ თუ უკაცრავად და შეგნებულად პროვოცირებას უკეთებს სასამართლოს, ეს არ არის ცირკი. რომ იქ ვაშაძემ დასცინოთ, ან ვიღაცა სააკაშვილი დაემუქროს, ვიღაცა ბუშტი დააბრახუნოს და მერე იქ მოსამართლეებს შეეშინდეთ და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები. არ შეიძლება ასეთი მოუმზადებელი ხდებოდი ასეთ მნიშვნელოვან პროცესებს. ჰააგის სასამართლომ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთი კონფლიქტში მხარეს წარმოადგენს. თუმცა როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან გაერკვა, იყო პოზიტივიც. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი ქართულ საზოგადოებას 1 აპრილს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა ასეთი ფორმით მიაწოდეს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი კონფლიქტის მხარეთ აღიარა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა რამ წერია. კონფლიქტის მხარეები არიან რუსეთი და საქართველო, ამ სასამართლო ვერ იყო, იმიტომ რომ კონფლიქტი სასამართლო არ მისულა. ანუ დავა ომის და კონფლიქტის შესახებ არ ყოფილა. სასამართლომ თქვა, რომ რუსეთი და საქართველო არიან მხარეები სასამართლოში, იმიტომ რომ საქართველო მუჩივლა რუსეთს. არა აფხაზეთს, არა სამხრეთ ოსეთს, არა ვენესუელას და ვინმე სხვას, არამედ რუსეთს. და დიახ, რა თქმა უნდა, სასამართლომ თქვა, რომ სასამართლოში მხარეები არიან რუსეთი და საქართველო. და ეს კონკრეტულად არაფერი კავშირში ეს არ არის, ჩემ დასამწუხაროდ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მეც ბედნიერი ვიქნებოდი, კონფლიქტის განხილვამდე რომ ისულიყო სასამართლო, ეთქვა რომ ომში, კონფლიქტში მხარე იყო რუსეთი, მე ბედნიერი ვიქნებოდი ამით, მაგრამ აქამდე სასამართლო არ მისულა. მას საქმის არსებითი განხილვა არ დაუწყია. და ის რომ სასამართლომ რუსეთი აღიარა მხარედ, დიახ, აღიარა მხარედ, იმიტომ რომ საქართველოს რუსეთს უჩივლა იქ და კიდევ ერთხელ მეორე პარა ვენესუელას და რომელიმე სხვა ქვეყანას. უბრალოდ რუსეთი ამბობდა, რომ არასწორი იყო საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ საქმის შეტანა სასამართლოში, რუსეთის სასამართლომ თქვა სრულიად სამართლიანად, რომ სახელმწიფო თავად წყვეტს წინააღმდეგ შეაქვს საქმე, ხო? და ამიტომ დიახ, რუსეთი მათ იმ სარჩელზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოს შეიტანა ჰააგის სასამართლოში, გამოაცხადა სასამართლოში დავის მხარედ, არა კონფლიქტის მხარედ, არამედ დავის. პირველი არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებაში არსად არ წერია, რომ კონფლიქტის მხარეებად ჰააგამ აღიარა რუსეთი და საქართველო. აქ წერია ერთი მარტივი რამ, რომ საქართველო, როდესაც ამბობდა, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე არსებობს დავა რუსეთსა და საქართველოს შორის ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ეს დავა არსებობდა გაჩნდა 2008 წლის აგვისტოში და მანამდე ეს დავა არსებობდა თუ არა, ამის მტკიცებულებები საქართველოს მხარემ ჰააგის სასამართლოს ვერ წარმოუდგენა.
ეს რა თქმა უნდა არის დასანანი, რადგან გაუგებარია როგორ შეიძლება არ არსებობდეს ჩვენი სახელმწიფოს ხელში ის დოკუმენტები, რომელიც დაამტკიცებდა, რომ 90-იანი წლებიდან 2008 წლის აგვისტომდე ამგვარი ტიპის დავა ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის არსებობდა. ეს ვერ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტრომ, სამაგიეროდ დამტკიცებულად ჩაეთვალა მას ის, რომ ამგვარი ტიპის დავა გაჩნდა და არსებობდა 2008 წლის 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, ანუ სარჩელის შეტანის დღემდე. და ამ დავის განხილვაზე კი თქვა უარი პროცედურული მიზეზების გამო, რომელიც უკვე მოგახსენდა. საინტერესოა რა არგუმენტს იშველიებდა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა დამცველი იურისტების ჯგუფი ქართული მხარის მტკიცებაზე, რომ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი მხარე იყო რუსეთი. თუ კი არსებობს რაიმე დავა, რომელიც თავის თავში გულისხმობს რასობრივი დისკრიმინაციის რაიმე მტკიცებულებებს, რომელიც ჩადენილია აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამ დავის მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ საქართველო და მეორეს მხრივ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და არა რუსეთის ფედერაცია. სტრატეგიული პარტნიორობის ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არგუმენტებს პროცედურული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით ქართული მხარე არ ეთანხმება, ოფიციალური თბილისი აღნიშნული ტექნიკური თუ პროცედურული ხარვეზების აღმოფხვას მაინც იწყებს. საქართველო შეეცდება ამ ბარიერის გადალახვას. ბარიერის გადალახვა ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ამ თემაზე მოლაპარაკება დავიწყოთ. ჩვენ ამას დავაფიქსირებთ ღიად, ოფიციალურად, ფორმალურად, იმიტომ რომ შემდეგ არ დარჩეს. მიიღო თუ არის. და უთხრა ჩვენოთ იმათ ესოა. მე უნდა ვაღიარო, რომ მოლოდინი ნამდვილად ასეთი გვაქვს, რომ ჩვენ რუსეთი არ იქნება კონსტრუქციული როგორც მინიმუმ ამ მოლაპარაკებებში. თუმცა საქმის განახლების პერსპექტივებთან დაკავშირებით პესიმისტურად არის განწყობილი თინა ხიდაშელი. მიიღო სასამართლო საქმე. მოვიგეთ. მე რა ხდება? აი მოვიგეთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციის საფუძველზე. მე რა აბსოლუტურად არაფერი. ზუსტად ის, რაც უკვე ისედაც დიდი ხანია მოგებული გქონდა. ოკუპაცია დადასტურებულია სხვადასხვა დოკუმენტებში. რუსეთი რომ აგრესორია, ასევე დადასტურებულია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში. გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს არანაირი სხვა ძალა, გარდა ისეთივე ტიპის სარეკომენდაციო, სარეზოლუციო, არასავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილებების მიღებისა არ აქვს. სასამართლომ ქართულ მხარეს დაავალა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, რაც ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს. აღნიშნული საქმე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია იურიდიულიდან პოლიტიკურ არენაზე მოხვდეს და ამ უკანასკნელს პოლიტიკური შედეგების მოხვდეს. შესაბამისად, საინტერესოა რა იქნება ის პოლიტიკური შედეგები, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შეიძლება გაჩნდეს. საქმის განახლება სავარაუდოდ გულისხმობს, რომ აღნიშნულზე დაიხარჯოს კიდევ რამდენიმე წელი, დამატებითი ფინანსები და ადამიანური რესურსი. დრო კი სავარაუდოდ ქართული მხარი სასარგებლოდ არ უნდა მუშაობდეს, ვინაიდან 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი შედეგებით უკმაყოფილო ქართული მხარია და არა რუსეთი. პოლიტიკური შედეგი უკვე უარყოფითია. და აი ამ შემთხვევაში ის რომ აი პროპაგანდას ჩვენს მასმედიას, სამთავრობო მასმედიას გულისხმობ, აქვს მიცემული ის დავალება, რომ აი მოდით ესე იგი ნეგატივი როგორც ყოველთვის გადავაქციოთ პოზიტივად და დავინახოთ ის მხარე, რომ ჰაგის სასამართლომ ესე იგი თითქოს და ცნო რუსეთი კონფლიქტის მხარეთ, ეს ჰაგის სასამართლოს დასკვნიდან არ გამომდინარეობს. და მე ვთვლი, რომ ეს ხდება იმის გამო, რომ არა მხოლოდ რთულია თავისთავად ასეთი საქმეების მომზადებას და ამ ხელა საერთაშორისო ინსტანციაში წარსადგენად, არამედ ისიც, რომ ჩვენ გავარბივართ საერთოდ რუსეთთან დიალოგს.